დაბადება. თავი 39. ეგვიპტეში ჩაიყვანეს იოსები და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა და მცველთა უფროსმა. არ მიუტოვებია უფალს იოსები და ხელი ემართებოდა ყველაფერში. თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში ცხოვრობდა იგი. და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა. მადლი ჰპოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას. დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მას ჩააბარა მთელი თავისი საბადებელი. მას შემდეგ, რაც თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა, აკურთხა უფალმა იმ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და კურთხეული იყო უფლისგან მთელი მისი ქონება, სახლში თუ მინდვრად. იოსებს მიანდო მთელი თავისი ქონება, თვითონ კი აღარაფერზე ფიქრობდა, ჭამას მის გარდა. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ძოლმა იოსებს და უთხრა, დაწექი ჩემთან. მაგრამ იუარა იოსებმა და უთხრა ბატონის ძოლს, ჩემმა ბატონმა არც კი იცის რა გააჩნია, რადგან მთელი თავისი ქონება მე ჩამაბარა. ამ სახლში ჩემზე დიდი არავინაა, არაფერი ამიკრძალა შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევწოდო ღმერთს. და ყოველ დღეს თავაზობდა ქალი იოსებს, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია იოსები. ერთ დღეს იოსები თავის საქმეზე შევიდა სახლში, შინ არავინ იყო სახლეულიდან. ჩაეჭიდა ქალი იოსებს სამოსელში და უთხრა, წამოდი, დაწექ ჩემთან. და ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი, გაიქცა და გარეთ გავარდა. დაინახა რა ქალმა, რომ ხელში შეატოვა სამოსელი იოსებმა და გარეთ გაიქცა. დაუძახა თავის სახლის კაცებს და უთხრა, შეხედეთ, ჩვენს დასაცინად მოგვიყვანა ებრაელი კაცი, ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე დიდი ხმით ვიყვირე. ჩემი კივილი რომ გაიგონა, მიატოვა სამოსელი და გაიქცა. გვერდით დაიდო ქალმა ბატონის შინ დაბრუნებამდე იოსების ტანსაცმელი. და ასე უამბო ქმარს ეს ამბავი. შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთვის პატივის სასახდელად შემოვიდა. ხმა რომ ავიმაღლე და ვიკივლე, სამოსელი ჩემთან მიატოვა და გარეთ გაიქცა. როცა მოისმინა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი, შენი მონა ასე მომექცაო, ძალიან განრისხდა. წაიყვანა ბატონმა იოსები და ჩააგდო საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულნი და იყო იგი იქ საპყრობილეში. მაგრამ უფალი იყო იოსებთან, წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში. იოსებს ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი და ის გახდა ყველაფრის განმგებელი, რასაც საპყრობილეში აკეთებდნენ. აღარაფერზე ზრუნავდა საპყრობილის უფროსი, რადგან უფალი იყო იოსებთან და რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი.